ბათუმში ნატოს კვირეული დილიდან შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ანბანის კოშკიდან მარათონული გარბენით გახსნეს. უნივერსიტეტის 30-მდე სტუდენტმა 2 კილომეტრიანი მონაკვეთი რამდენიმე წუთში დაფარა. შეჯიბრის გამარჯვებულებს საჩუქრად დაიპადები გადაეცა. სპორტი არის ჩემთვის ძალიან დიდი ჰობი. ამ სპორტში დავდივარ იანვრის თვიდან და ძალიან დიდ წარმატებას მივაღწია. და არის მოგები ძალიან დიდი მაგარი გზნობა, როდესაც იგებ მოწინააღმდეგეებს უსწრობ. ძალიან მაგრამ მიხარია და ყველას დიდი მადლობა მიცქვი ბალეშიკა. მოგვიანებით ნატოში საქართველოს ინტეგრაციის მნიშვნელობაზე სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი იულია მლაჰიუ ესწრებოდა, რომელმაც ყურადღება ნატოში ინტეგრაციის სახელმწიფო სამოქმედო კურსზე გაამახვილა. ჩვენი ვიზიტი ნატოსა და ნატოს საქართველოს შორის ურთიერთობების შესახებ სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. მოხარული ვარ, რომ საქართველო აგრძელებს ევროატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის კურსს. მიგვაჩნია, რომ ეს მალე სასურველ შედეგს გამოიღებს. სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ნატოში ინტეგრაციისთვის წლიური ეროვნული გეგმით გათვალისწინებულ საკითხზე ისაუბრა. გეგმა სახელმწიფოს ყველა ასპექტს მოიცავს და ერთგვარი წინაპირობაა ინტეგრაციისთვის. შეხვედრაზე აქცენტი ქართველი ჯარისკაცების ავღანეთში ყოფნის მნიშვნელობაზეც გაკეთდა. ერთი რამე არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ქვეყანა ნატოში გავწევრიანდეს. ამისათვის არის მთელი კომპლექტი ჩვენგან შემუშავებული სრულყოფილი გეგმა, ამას ქვია წლიური ეროვნული გეგმა. ეს არის ერთწლიანი დოკუმენტი, რომელიც ყოველ შემდეგ წელს ახდება. წელს ვახორციელებთ უკვე მეხუთე ციკლს ამ გეგმის და ეს გეგმა მოიცავს ჩვენი სახელმწიფოებრიობის ფაქტიურად ყველა ასპექტს. საუბარი მინარევდა ნატოს შესახებ, ის რა მდგომარეობაში არის საქართველო ამჟამად, რა დონეზე, რა ეტაპზე ვიმყოფებით, ჩემთვის მაგალითად ყველაფერი იყო ცნობილი, გარდა ამისა განხილული იქნა ქართული კონტინგენტის ყოფნა ავღანეთში, მე პირადად არ ვეთანხმები ქართული ჯარისკაცების იქნას, მაგრამ ისინი ამართლებენ, რომ ვთქვათ უფრო ინტეგრაციაში დაეხმარება საქართველოს, თუ გაზდის კონტინგენტსაც და დაეხმარება იმ მოკავშირე ქვეყნებს, როგორც ამერიკის შეერთებული შტატები და სხვა ნატოს შემავალი ქვეყნები. ჩემთვის როგორც რიგითი მოქალაქისთვის ძალიან ძნელია, როდესაც ვიყურებ ამდენი ქართველი იღუპება ნატოში, მაგრამ გონი ღირს მსხვერპლი, გაღებული მსხვერპლი ის პოლიტიკური დაწინაურება, რასაც ქვია დასავლური ღირებულებები და ევროკავშირის ინტეგრაცია. ნატოს კვირეული 10 ივნისამდე გაგრძელდება. კვირეულის ფარგლებში რეგიონისა და საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება.